და ასევე თავად მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაზე, იმიტომ რომ რომები უკვე დასრულდა და სწორედ შევაფასეთ ამ განვლით 4 წელიწადს. რა თქმა უნდა, არჩევნებზეც მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ პრემიერის განცხადებით, ხო? თქვენ მოისმინეთ დარწმუნებული ვარ ეს განცხადება, შეხვედრაც ვნახეთ ელჩთან, თუმცა ელჩმა ამ შეხვედრის შემდეგ, მაშინ როდესაც თვისებრივ გადახედვაზე საუბრობდა პრემიერი ყობახიძე, ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები დეზინფორმაცია შტატების და დასავლეთის შესახებ არ ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს. ელჩი კვლავ კრიტიკულია, რისი მოლოდინი გაქვთ? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, განსაკუთრებით წინა ელჩის გარკვეული ქმედებებიდან თუ გამომდინარე არის ისეთ ზღვარზე მისული, რასაც თქმა უნდა ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენ არაერთხელ ვთქვით გამოხატეთ ჩვენი მზაობა ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის. თუმცა იმისთვის რომ მოხდეს ამ ურთიერთობების გადატვირთვა საჭირო არის რომ შეწყდეს ის ცრუ ბრალდებები, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისმის, მიმართ ისმის და ის ცრუ ნარატივები, რომელიც ვრცელდება საქართველოსთან დაკავშირებით. და მათ შორის ცრუ ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი არის ზუსტად სანქცირება და სანქცირება პოლიციელების განსაკუთრებით. ეს ნებისმიერ ქვეყანაში პოლიციელი არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი, ამიტომ ნებისმიერი თავდასხმა პოლიციელზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე და თავდასხმა სახელმწიფოზე ეს არის თავდასხმა ხალხზე და რა თქმა უნდა აქ განსაკუთრებით მგრძნობიარე არის ნებისმიერი ქვეყანა. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო 2 წელია, ჩვენ როცა ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ესროდა პოლიციელებს, იმას ეხუტებიან, ხოლო პოლიციელი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებიდან კოქტეილებისგან იცავდა საზოგადოებას, მას სანქციებს უწესებენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ის მიდგომა, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა გამოიჩინოს პარტნიორის მიმართ. და ამას აქვს მეორე განზომილებაც. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ბრალდებებზე და ამ შემთხვევაში სანქციებსაც შეეხება პოლიციელების მიმართ, რომლის უკანაც არაფერი არ დგას საერთოდ. გარდა ფარატინა განცხადებისა. წარმოიდგინეთ თქვენ და ეს არა ეხა პირველი შემთხვევა, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ საქართველოს, არ ვიცი, ფინანსთა სამინისტროს ან რომელიმე სახელმწიფო უწყებას ერთი განცხადებით დაიხურა ვიღაცის ანგარიშები, გაიქრო საერთოდ საბანკო სისტემიდან ასე შემდეგ. რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩვენს ნაკებ არასამთავრობო სექტორს? სამართლიანი სასამართლო, სად არის სასამართლო კონტროლი ამ გადაწყვეტილების? შეეძლო თუ არა შეუძლია ადამიანს დაიცვა საკუთარი თავი? უდანაშაულობის პრეზუმპცია, სად არის სასამართლოს გარეშე დამნაშავედ აცხადებენ ჩვენს საამაყო პოლიციელებს? მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, სად არის ეს მტკიცებულებები? არანაირი პრინციპი სამართლიანი სასამართლოსი და არანაირი პრინციპი კანონის უზენაესობისა დაცული არ არის საერთოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს 1-2 NGO, რომელიც ამას ყურადღებას მიაქცევდა, დარწმუნებული ვარ, იქ იქნებოდა ხმაური ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ, რომ ფაქტობრივად არის მექანიზმი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით რომელიღაცა დახურულ კაბინეტში ერთი ღილაკის დაჭერით შეუძლიათ ადამიანი ფაქტობრივად საბანკო თუ ფინანსური სექტორიდან გააქრო. ისე რომ არც გადაწყვეტილებაა სასამართლოსი, არც მტკიცებულება არა თუ წარმოდგენილი არსებული, წარმოდგენაზეც არავინ თავსაც კი არ იწუხებს. რომ თუნდაც ამ ადამიანებს უთხრათ, რომ აი ამიტომ და ეს არის მტკიცებულება. აი ეს ხო მარტივი უმარტივესი სამართლიანობის პრინციპი არის, რომ როდესაც სხვას დებ ბრალს, უნდა უთხრა წარუდგინო მტკიცებულება. ეს ხო ადამიანურ ურთიერთობაში წესი არის. ამას ხო არც ქართველობა და არც ამერიკელობა არ სჭირდება. ეს ხო არის ელემენტარული რამე. და ჩვენ ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. გავიხსენებ გვარამიას საკითხზე მოსამართლეს, როდესაც მაშინდელმა ელჩმა ფაქტობრივად დაიბარეს ქართველი მოსამართლე, საყვედური გამოუცხადეს, რატომ მიიღოს გადაწყვეტილება, დაასანქცირა შემდეგ სასამართლომ და USAID-მ, რომ შენ ტრეინინგებში აღარ ჩახსოვთ, იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილება არ მოგწონს, მტკიცებულებები რა იყო, არაფერი, მათი სიტყვები და NGO-ების სიტყვები. რა გამოვიდა, რა დამტკიცდა ბოლოს, გახსოვთ ალბათ, სტრასბურგის სასამართლომ გვარამიას საქმე არც კი მიიღო. და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ტყუოდა და მოსამართლე იყო მართალი. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში და
როცა დეზინფორმაციაზეა საუბარი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა საქართველოს წინააღმდეგო ცელდებოდა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მხრიდან და მაგალითებს მოგიყვანთ. დაიწყო რუსთავი 2 საქმე, ყველას გვახსოვს 2015 წელს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩის საელჩოს განცხადება უაღრესად შეშფოთებულები პოლიტიკური შინაარსის მქონე. შემდეგ წავიდა უზენაეს სასამართლომდე 2 წელი იყო პირდაპირ შტურმი სასამართლოზე, რო იყო პოლიტიკური 2 წელი დაჭირდა უზენაეს სასამართლომდე მისვლა, უზენაესმაც დაადასტურა გადაწყვეტილება, გამოდის ისევ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რას ამბობს? შეშფოთებული უყურებს უზენაეს სასამართლოს მიერ რუსთავის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების შედეგებს. ამას გახსოვდა არასამთავრობო სექტორის რა თქმა უნდა მიყვა იქვე მეორე დღეს 3 ნოემბერს 2017 წლის 17 ორგანიზაციის შეფასება, რომ ეს არის რა თქმა უნდა უკანონო გადაწყვეტილება. და გახსოვთ ამ აჟიოტაჟის გამო სტრასბურგმა შეაჩერა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წელს და 2019 წელს 2 წლის თავზე სტრასბურგმა თქვა, რომ ყველაფერი იყო სწორი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტყუოდა, NGO-ები ტყუოდნენ და სასამართლო იყო მართალი, მაგრამ ამას დაჭირდა 4 წელი. და ამ 4 წლის განმავლობაში ზიანი მიადგა ჩვენს მართლმსაჯულებას, ზიანი მიადგა ჩვენს რეპუტაციას. აქედან მოდის ეს ყველაფერი ის სრულ ნარატივები საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ იმეორებენ ოფიციალურ პირები ამერიკის შეერთებული შტატების თითქოს და დემოკრატიულ უკუსლამდე, რაც არის აბსოლუტური სრულ ნარატივი, რომელიც წერდება ქართული ხალხის წინააღმდეგ. რუსთავი 2 საქმე რა თქმა უნდა სიმპტომატურია და ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი არის ზოგადად ამ დამოკიდებულების შესაფასებლად, მაგრამ დღეს ჩვენ ამ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს განვიხილავთ წინასაარჩევნო კონტექსტში. რა არის მიზანი, როდესაც ასე ცოტა დრო არის არჩევნებამდე დარჩენილი ერთის მხრივ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების და მეორე მხრივ იმ განცხადებების და მთელი კასკადი არის აქ განცხადებების, რომ ახლა ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა დასავლეთი თუ უნდა ქვეყნის იზოლაციაში მოხვდეს. ის თემა და ვაჩვენო რას ნიშნავს თუ კი ვსაუბრობ დეზინფორმაცია როგორ ვრცელდება სრულ ნარატივები წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ 2015-დან 4 წელი რუსთავი 2-ის თემით აყანყარეს ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი ქვეყანა და რეპუტაციას ულახავთ ამ განცხადებით 2021 წელი მელიას საქმე 2 წელი დაჭირდა დაპატიმრების დროს ამერიკის საელჩოს განცხადება, იქაც შეშფოთება, უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში დემოკრატიის მიმავალ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება 2021 წლის თებერვალი, დაკავების დღეს. 23 წლის სექტემბრის სტრასბურგის გადაწყვეტილება ყველაფერი იყო კარგად. რასთან გვაქვს საქმე? გვარამიას საქმე 2022 წელი ამერიკის საელჩოს განცხადება 1, 2, 3 განცხადება თვეების განმავლობაში იმეორებენ, სადამ არ შეაწყალებინეს პრეზიდენტს გვარამია სტრასბურგმა არც კი მიიღო განსახილვად. სააკაშვილის საქმეზე იქაც განცხადებები დემარში ევროკავშირის 27 სახელმწიფოს დემარში, სადაც პირდაპირ იქნა გაცხადებული, რომ თუ მოკვდება თქვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ფაქტობრივად მიდიოდა გარკვეული ზეწოლა, რომ ეს არის პრობლემა და იქნებ პრობლემა მოიცილოთ და რაღაცნაირად გაუშვათ ეს ადამიანი სხვაგან. რა დაადგინა სასამართლომ? რამდენიმე თვეში ამ დემარშიდან მარტში იყო, თებერვალში იყო დემარში, მაისში იყო გადაწყვეტილება სტრასბურგში, საერთოდ არ აჭირდება. მაგრამ ეს განცხადებები და არაქმედებები ქმედებებია ახლა, რომ როგორც ამბობენ 60 ადამიანი დასანქცირებულია, მათ შორის საუბარია ორი პოლიციელზე, მაღალჩინოსანზე, ასევე საუბარია, რომ ამ სიაში არიან სავარაუდოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. საით მიდის ეს ურთიერთობა? პერსპექტივა როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ამ განცხადებების ფონზე, როდესაც თქვენ საუბრობთ ერთის მხრივ დეზინფორმაციაზე, მეორეს მხრივ ამერიკის ელჩი ასევე საუბრობს დეზინფორმაციაზე. მე ის თქმა მინდა რომ რასაც ვამბობთ, რომ ასეთი ქმედებები განცხადება აზიანებს მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციას. რუსთავი 2, მელია, გვარამია, სააკაშვილი, აი ეს ყველა საქმეები, სადაც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ საელჩო როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის განცხადება იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ყოველ ჯერზე დაასრულეს სტრასბურგმა. სამწუხაროდ, რაც შეეხება ახლა სანქციის ინსტრუმენტს, აქ ამ დონეზე ვერ მივალთ. რატომ? იმიტომ რომ რომელიღაცა კაბინეტში ვიღაცამ ღილაკს დააჭირა თითი, რომ ადამიანი გააქროს საბანკო სისტემიდან, იმას ვერც ასაჩიროს, არც სასამართლოა, არც სტრასბურგის ქვემდებარე, არც არაფერი. თლიანი უგულებელყოფა იმ პრინციპებისა, ეს ქართულ სტანდარტზე რამდენჯერმე დაბალი სტანდარტი არის სამართლებრივი სახელმწიფოს მხრივ და თქვენ რატო არ ფიქრობთ, რატომ არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხმა არ ამოიღო ამაზე?
ხო საქართველოს მოქალაქეები არიან. გავიგე რომ მათი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ეს ამბები ხო გამჭვირვალობის კანონს უკავშირდება და ეს არასამთავრობოები ზუსტად ამ კანონს აპროტესტებენ. არა, უყურეთ, ხო მათი საყვარელი გამონათქვამია რომ როცა გეთანხმებოდე შენი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ამას ხო ციტირებენ და სლაიდებზე აქვს გამოყვანილი და პლაკატებად გამოკრული, ხო? რატომ ხმა არ მოიღო არც ერთმა ორგანიზაციამ, როდესაც მტკიცებულებების გარეშე, სასამართლო პროცესის გარეშე, კონსტიტუციური პრინციპების, ელემენტარული პრინციპების დაცვის გარეშე ჩვენი მოქალაქე გამოგვიცხადეს დამნაშავედ. ისე რომ იმის ასე ვთქვათ, ფასსაც არ გვადებენ, რომ ის გითხრან ერთი რა დანაშაული ჩაიდინა ამ ადამიანმა ზოგადი განცხადების გარდა. რატომ არავინ არ იღებს ხმას? იცით რატომ? იმიტომ ეს ორგანიზაცია ფინანსდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან. და აბერტი თქვან ერთი-ორი სიტყვა და მე ვნახავთ მე რა მოვუვათ დაფინანსებიდან გამომდინარე. აი ეს არის პრობლემა. არა, ამ გადაწყვეტილებებს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა ჩვენ პრემიერის გამოვისმენთ და უპრეცედენტო გარჩევის ფონზე მიმდინარეობს კამპანია. ერთი დასკვნა რომ ჩვენი გამოცდილება რამდენიმე წელი გვეუბნება რომ ესეთი ბრალდებები როგორც წესი არის ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივი. რა არის ამის მოტივი? ეს სხვა საკითხია, მაგრამ მტკიცდება, რამდენჯერმე დამტკიცდა, რომ რამდენჯერაც იყო განცხადება და პოლიციელზე თუ სასამართლოზე ყველა იყო ცრუ ბრალდება. შესაბამისად, ამის დამაჯერებლობა და ეფექტი საზოგადოებაზე არის არ არსებობს, არის ნულოვანი და ეს თქვა გუშინ პრემიერმაც. მეორე, თავად დრო რომელიც იქნა შერჩეული ამ გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, რა თქმა უნდა, აჩენს იმის აღქმას, რომელიც დაკავშირებული არის არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილით ხელით წაკრან ოპოზიციას იმისთვის, რომ ხედავენ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია ყავს, ესეთი სამარცხვინო ოპოზიცია საქართველოს არ ყოლი ალბათ არასდროს. ხედავთ ხომ საარჩევნო კამპანია მათ უწარმოებენ გარედან. ყოველ დღე 2-3 განცხადება თუ რაღაცა ასე ვთქვათ, მოდის გარედან და ეს არის მთელი მათი საარჩევნო კამპანია. ამიტომ რა თქმა უნდა, ესეც აჩენს იმის აღქმას, რომ ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავლენა ამისი იქნება ნულოვანი, იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ბრალდებების წაყენება მართლმსაჯულების მიმართ თუ პოლიციის მიმართ, ყველა ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს არის ცრუ ბრალდება, ცრუ ნარატივი და უბრალოდ ეს არის სამწუხარო. იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყველგან, სადაც ჩვენ დავჭერდით. გავყევით ავღანეთში ომში. ვიყავით მეოთხე ქვეყანა სოფლიოში ჩვენი რაოდენობით, ნატოს წევრი ქვეყნების 90% შტაბიდან არ გამოდიოდა, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე რო იყვნენ და საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ ნატოსთვის და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებთან ერთად საუბრად. ეს არის ამის დაფასება? რომ ცრუ ბრალდებები და ნარატივები ვრცელდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით. საყვედური ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მან უღალატა სწორედ პარტნიორს თავისი პრორუსული განწყობებით, პრორუსული კანონებით, განცხადებებით და ასე შემდეგ. ქვეყანამ იცვალა საგარეო ორიენტირი, ასეთი არის პარტნიორების ინტერპრეტაცია. ეს ნაწილია ზუსტად მათ შორის აღშფოთებთ გლობალური ომის პარტია ეს განცხადებები. თუ ეს ვინმე აღშფოთებს დააკვირდეს ამ შიდა ამერიკულ დისკუსიას და ეს ტერმინები თვითონ შიდა ამერიკულ დისკუსიაში შეუძლია ძალიან კარგად მოძებნონ. ასე რომ აქ ახლა თითის გამოშვერა საქართველოსკენ არასერიოზულია საერთოდ ჯამში. მე იმის თქმა მინდა რომ ეს რასაც ჩვენ ვაკვირდებით არის სამწუხარო დამოკიდებულება. სტრატეგიული პარტნიორობა ესე არ არის. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს. ვიღაცას თუ უნდა რომ ჩვენ რაღაცა მეურვეობა გაგვიწიოს და რაღაც იმ მიმართულებით გვატაროს როგორც ფიქრობ საჭიროდ, ესე არ გამოვა. ესე არ მოქმედებს ჩვენი 3000 წლიანი სახელმწიფოს ისტორია. და სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთ და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფერქვეშ გაგებად გაუგია სამწუხაროდ და ესე გაუგია, რომ რაღაცნაირად ყველანაირად შეიძლება საკუთარი ინტერესები მოგვახიოს თავს. და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის საერთო ჯამში ამ ყველაფრის სამწუხარო. კიდევ ერთხელ ჩვენ არაერთხელ თქვით, რომ იმისთვის, რომ მოხდეს გადატვირთვა ურთიერთობების, უპირველეს ყოვლისა საჭირო არის გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ, ცრუ ნარატივები ქართული ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ესე არ მოხდა და თუ ურთიერთობები გაგრძელდა
იმ ჭრილში და იმ ტემპში, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ. პრემიერმა ყობახიძემ თქვა თვისებრივი გადახედვა. რა იგულისხმება ამაში? რა ნაბიჯებს გადადგავს მასში ქართული მხარე? ჩვენ წინასწარ არ ვამბობთ ეხლა რა იგულისხმება ამაში, თუმცა რა თქმა უნდა, ასე შეუძლებელია გაგრძელდეს, რომ ერთის მხრივ ჩვენ ყველაფერი ვაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისთვის, ჩვენ ყველანაირად ასე ვთქვათ გვერდში ვედგეთ ჩვენ პარტნიორებს და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენ პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდეს არავინ, რომ მტკიცებულება მაინც წარმოგიდგინონ რამესი საერთოდ. თქვენ გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით მაშინაც სავიზო შეზღუდვები და დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა, როცა საუბრობ რა არის მტკიცებულებები და გეუბნება რომ პრესაში წაიკითხე მტკიცებულებები. ასე დამოკიდებულება არ შეიძლება ქვეყნის მიმართ, ეს არ არის რა თქმა უნდა ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებდით ყველას. დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ჩვენ ვჭირდებოდით და ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრობის და პარტნიორობის მიმართ და გვინდა რომ ასე გაიგოს და ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ხვებსაც. გადავიდეთ თქვენი ოპონენტების ამ დღევანდელ გასაჭირზე, გულისხმობ კახარია ხაზარაძის ალიანსს, რომელიც სავარაუდოდ ალბათ მაინც შედგება, მაგრამ დაუსრულებელი რაუნდები, მოლაპარაკებები სხვადასხვა ლოკაციაზე, რა შთაბეჭდილებას ტოვებს მთლიანად ეს პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი და შესაძლებელი და მეორე მხრივ რა არის მოტივი, გამოდის რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა ორივე პარტიას აქვს და ამან განაპირობა ამ იდეა ამ ალიანსის. თავისთავად ხა ერთი მხრივ ორივე იქადნოდა რომ უნდა გახდნენ პრემიერ-მინისტრი და მოვიდნენ უმრავლესობით და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ასე ვთქვათ აწყვილებენ იმისთვის რომ ბარიერი იქნებ როგორმე გადალახოს ერთმა ან მეორემ ან ორივემ ერთად. ეს არის მთელი იდეა ამ პროცესის, მაგრამ საერთოდ ჯამში ამიტომაც ვთქვი ასეთი სამარცხვინო ოპოზიციას რომელსაც არანაირი საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს, მთლიანად მორგებულია იმაზე გარედან რას ეტყვია, მთლიანად აწყობილი არის იმაზე რომ აკომენტაროს გარედან გაკეთებული განცხადებები. მედიასო დააკვირდეთ, სხვა რას ეკეთებენ. ყოველ დღე 1-2 განცხადება ვიღაცა რაღაცას დაწერს განცხადებას გააკეთებს საზღვარგარეთ უცხოელი პოლიტიკოსი ან სხვა აქტორი და მე ის დღე დაკავებული არიან ამ განცხადებების კომენტარებით. თუნდაც ეს სანქციების თემა რომ ავიღოთ, ხომ? ამიტომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო მომენტი ქართული ოპოზიციის ისტორიაში. და რაც თავარია, რომ დაუფიქრდეთ რა არის მიზანი საერთოდ ჯამში და ამ არჩევნების მათ შორის რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა მოვიდეს. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ომსა და მშვიდობაზე, კი უნდა ძალიან ხანდახან დამალონ ეს საკითხი, მაგრამ რაზე არის ეს ყველაფერი მიმული და როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ბიძგება ომისკენ? ხდებოდა იმით, რომ გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებისკენ, გვიბიძგებდნენ რომ ჩაგვეკეთათ ცა რუსეთისთვის, წავსულიყავით ესკალაციაზე პირდაპირ ის ხალხი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, დეესკალაცია რუსეთთან უცებ ერთ მომენტში ესკალაციისკენ გვიბიძგებდა ყველა. და ეს გეგმა აქვს ამათ. თაც გაწერილი აქვს პირდაპირ და არც ხვენია ილიას გზას ართმევს სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც ლელომ შეადგინა საქართველოს მკვლელობის გეგმა არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელშიც პირდაპირ წერენ რომ დააწესებს შეუერთებიან ევროკავშირის ყველა სრულად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავენ ცას და დახურო გააუქმებენ ფრენებს, დააწესებენ საოკუპაციო მოსაკრებელს რუსი მოქალაქეებისთვის ასე შემდეგ და რას ფიქრობთ ამის ბოლოს რა არის? არის თუ ეს ესკალაცია? რა თქმა უნდა არის. ამის ბოლოს ხო არის გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი ამ ხალხის, ამ ქვეყნის და არის თუ არა დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ასე რომ აი ეს ბერბიჭაშვილის გეგმით რო გადის ეხლა ლელო არჩევნებზე და უნდა რომ ქართველმა ხალხმა ბერბიჭაშვილს მისცეს ეხლა ხმა და ბერბიჭაშვილის გეგმას მისცეს ხმა და ჩვენი ქვეყნის კვლელობას მისცეს ხმა, როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ეხლა უნდა ამ საუკუნეში საქართველოს მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის. მაგრამ მაგული ვარ იცით რომ აი ამ განცხადებაზე ახლა ნებისმიერი ოპოზიციონერი იტყოდა რომ ეს არის ამ მომრჩევლის დაშინების მცდელობა, რომ ის თემით სწორედ მოქალაქეებს აშინებს ქართულად. პუნქტობრივად არის გაწერილი, რას გააკეთებენ, როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში. ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება. ანუ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. უწესებს საოკუპაციო მოსაკრებლებს რუსებს.
და ასე შემდეგ 9 პუნქტიანი გეგმა არის როგორ უნდა მოახდინოს ესკალაცია რუსეთთან აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სადაც ჩვენ ვართ იმ ცეცხლის კალში რომელიც ქვეყანა არის ოპოზიციისთვის ასე აფორმებენ ისინი რომ შეიძლება ევროპის გზა მათ ესახებათ ომის გავლით და ეს არის მთელი პრობლემა რომ სინამდვილეში მათ ომით უნდათ ევროპა აბა 2022 წლის თებერვალში ომი რო დაიწყო რა სიტყობდნენ პარლამენტის წინ ლელოს ხვები NGO-ები რო შეკრებილი იყვნენ გააგზავნეთ მებრძოლები უკრაინაში და გახდი მხარე იმ ომისა გააგზავნეს შეიარაღება დააწესეს სანქციები აბა ვისი სახელით ვის დროშას აფრიალებდნენ ამ დროს ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ და ითხოვდნენ ომს აი ეს არის პარადოქსი რომ ევროკავშირი გააიგივეს ომის გზასთან და ჩვენ ამას ზუსტად შვიდობით უნდა მივიდეთ ევროპაში თქვენი ოპონენტები ამბობენ პირიქით რომ მაგალითად ხელისუფლება ბოდიშს უხდის ოკუპანტს აი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გულისხმობენ ეს ნარატივი მთლიანად შემოატრიალეს ისე რომ ოცნების ხელისუფლება პირდაპირ გარიგება შედის რუსულ ხელისუფლებასთან და მთელი ეს დღეები მოსახლეობა ისმენს მათ განცხადებებს რომ თქვენ აპირებთ ბოდიში მოუხადოთ რუსეთს ომისთვის გაასამართლოთ სააკაშვილი და გაასამართლოთ ქართული სახელმწიფო რას უპასუხებთ ამ ბრალდებას ამ ხალხს უპასუხებ რომ ალბათ გასაგებია რომ პარლამენტში არ დადიან მაგრამ როგორ არის მოწყობილი ჩვენ მთავრობა მე მგონი ყველა მიცის და ჩვენ შერიგების სამინისტრო გვაქვს მინისტრის პორტფელი ჩვენ მთავრობაში შერიგების ჩახედონ ვებგვერდს მაინც გაეცნო საერთოდ რა პოლიტიკა გვაქვს ჩვენ მთლიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. შერიგება რა არის? ეს არის პროცესი რომელიც ეხება ოსებს და აფხაზებს. აქ რუსია არაფერ შუაში არ არის. ჩვენ რუსეთთან შერიგებას არ ვაპირებთ შერიგების სამინისტროს ფარგლებში. ამისთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები იქნება თუ სხვა ურთიერთობები უნდა იზრუნოს დეესკალაციაზე და ურთიერთობების აღდგენაზე დეოკუპაციის შემდეგ. რაც შეეხება შერიგებას, ეს არის ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ოს თანამოქალაქეებთან და აფხაზ თანამოქალაქეებთან. და ამ მთლიანმა პროცესმა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ბიძინა ივანიშვილის არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო უპირველეს ყოვლისა გზავნილი ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების მართ, მაგრამ ამ განცხადებამ გარკვეული false start-ი გამოიწვია ოპოზიციაში და NGO სექტორში, პროვოცირება გაუწია იმას, რომ თლიანად გადმოანთხიეს ის სიძულვილი სინამდვილეში, რაც მათ აქვთ გულში ჩადებული. რომ სინამდვილეში მათ არანაირი მშვიდობის გზა არ ესახებათ. სინამდვილეში ესენი არიან ომის პარტია, რომელიც ერთადერთი ფიქრობენ იმაზე, ჩადებული აქვთ ასე ვთქვათ ის რომ როგორ შეიძლება ოსებთან და აფხაზებთან თურმე სინანულის გამოთქმა აბა როგორ გონიათ შერიგება როგორ იქნება რომ უნდა დავიმორჩილოთ ხალხები თუ უნდა შევრიგდეთ შერიგება ყოველ მხრივი უნდა იყოს და ჩვენ იქიდან რა განცხადებებსაც ვისმენთ ზუსტად ამაზე ზუსტად ეს არის და როცა შერიგებაზე ვსაუბრობთ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ის რომელიც დიდია ხომ და რაზე არის აქ საუბარი საერთოდ კიდევ ერთხელ ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ ციტირებენ და ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული და მეორე რამე გამოავლინა სინამდვილეში რომ ისინი სულაც არ ფიქრობენ ტერიტორიაზე და პირიქით მე მგონი მიაჩნიათ ეს გარკვეულ ბარიერად და ამას ესაჩვენა რომ მათ ევროპის გზა ესახებათ გზად აფხაზების და ოსების გარეშე აი ეს არის ისინი ამას ხედავენ როგორც გარკვეულ ტვირთად ამ სამშვიდობო შერიგების პროცესს მათთვის ევროპის გზაზე და ჩვენ ხედავთ უკრაინის მიმართებაშიც როგორ არის გარკვეული მინიშნებები ის რომ იქნებ ყირიმის გარეშე მიიღონ ამა თუ გაერთიანებაში იქნებ დონბასის გარეშე მიიღონ და შემდეგ სამომავლო მიზნებად ოდესმე რომ რაღაცა მოხდება ჩამოკიდებული დარჩეს ჩვენ გზა ეს არ არის ჩვენ ევროკავშირში შევალთ ერთიანი საქართველოს სახით მათ თუ უნდათ რომ ესახებათ გზა და ეს ჩანს ზუსტად რომ ოპოზიციას და NGO-ებს ეს გზა ესახებათ აფხაზების და ოსების გარეშე და ზუსტად ეს გაყიდეს მათ სინამდვილეში აი ამ თავის რამდენიმე დღიანი გამოვლენით ასე ვთქვათ კრიტიკით ამ განცხადებასთან დაკავშირებით თუ სინამდვილეში მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს ძალიან დაძაბულ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მოლოდინი და შეშფოთება უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს, იმიტომ რომ დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რა სცენარით განავითარებენ თავიანთ აქტივობას თქვენი ოპონენტები. როგორი იქნება ეს პროცესი, რას ელოდებით, რამდენი ძაფრი პროტესტი შეიძლება გამოიწვიოს ან მოქალაქეებში, თუ კი განაცხადებენ და მაღალი ალბათობით განაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულა. იმისთვის რომ გავიხედოთ წინ უნდა
გავიხსენოთ წარსული, ხო? ოპოზიციას არ უღიარებია არც ერთი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული. არ აღიარეს 2012 წლის არჩევნები და აღიარებას დასჭირდა სენატორი შაჰინის მისვლა საქართველოს პრეზიდენტთან და სენატორმა უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დაათმობინა სააკაშვილის მაშინ პოზიცია და აღიარებინა არჩევნები. წარმოგიდგენთ საერთოდ რა ურთიერთობები რა ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი მიდის შენი ქვეყნის პრეზიდენტთან და ის არწმუნებს. ხალხი ვერ არწმუნებს და სხვა ქვეყნის დეპუტატი არწმუნებს. 2016 არ აღიარეს, რამდენიმე კვირა დაჭირდათ რომ მანდატები აიღოთ და გაიხლიჩნენ ბოლოს. 2020 არ აღიარეს და ერთი წელი დაჭირდათ რომ შემოსულიყვნენ. არანაირი ლოგიკური მოლოდინი 2024 წლის არჩევნებს აღიარებენ არ გვაქვს. და შევხედოთ მათ შორის ამ მოწვევის პარლამენტს და რამდენიმე რიცხვი მაქვს ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა თავდება მე-10 მოწვევის პარლამენტი აფთავრებს თავის საქმიანობას პლენარული ხდომებით სავარაუდოდ არ იქნება თუ რაიმე საკითხი არ დადგა ამ მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 229 პლენარული ხდომა საიდანაც 93 ხდომას ანუ 40%-ს ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი 40% პლენარულ ხდომაში საერთოდ მონაწილეობაც არ მიიღო ოპოზიციამ ამ თუ იმ შემადგენლობით ბოიკოტში იყო 40% შემთხვევაში. 150 დეპუტატიდან ბოლოს მივაღწიეთ 129 დეპუტატით, 11 ოპოზიციონერი დეპუტატი დაგვემშვიდობა, ერთი ჩვენ შეუწყვეტეთ მანდატი, იმიტომ რომ დანაშაული ქონდა ჩადენილი, 10 დეპუტატმა ან თავად თქვა უარი, ან არ დადიოდა და ამიტომ შეუწყდა მანდატი. ისინი რომლებიც ახლა არიან ლიდერები. და ამათზე ზოგიერთი უცხოელი გეუბნება ეს არის ევროპული ოპოზიცია და პარტიები პროევროპული. რა არის პროევროპულობა? რომ არ აღიარებ არჩევნებს, ეს არის ევროპა. მაშინ ჩვენ ზოგიერთ ევროპელთან ვერ ვთანხმდებით ამ ევროპულობაზე. ის რომ ხდომების თითქმის ნახევარზე არ დადიხარ, ეს არის ევროპულობა. ის რომ მანდატს დებ და გადიხარ პარლამენტიდან, ანუ არ აღიარებ დემოკრატიას და დემოკრატიულ არჩევნებს, ეს არის ევროპულობა. ამიტომ მოლოდინი ზუსტად ეს არის. ეს არის ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ძალები, რომლებიც ემზადებიან არა იმისთვის, რომ არჩევნებით მოიპოვონ მანდატი, არამედ ემზადებიან იმისთვის, რომ არჩევნებს გვერდი აუარონ იქნებ როგორმე. ამისთვის ემზადებიან ზუსტად, რომ 26 ოქტომბერი რაიმენაირად აქციონ რაღაც სკანდალის და პანიკის დღეთ იმისთვის რომ იქნებ რაიმენაირად შემდეგ არიონ სიტუაცია, მაგრამ ხედავთ რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად მედის, 7 გარემო არის საარჩევნო, რა ვიცი, არა 7 ვერც იქნება, რეგიონებში ისევ ატარებთ ღონისძიებებს ოპოზიციას ვერც კი ვხედავთ, მათი ჭაჭანება არ არის რეგიონებში საერთოდ, ხალხს არ ხვდებიან. არიან უცხოელების იმედზე და ნუ უნდათ რომ ასე გაიტანონ თავი. საინტერესო უცხოელების მხარდაჭერა თუ ექნებათ უკვე აი ამ არაღიარების განაცხადის დროს, რამდენად დიდ ასე ვთქვათ გამოხმაურებას ელოდებით საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ ნახეთ მაშინ მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან ქართულ დემოკრატიას თავდასხმა მაშინაც არ იყო ნაკლები ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება, ზოგიერთი უცხოელის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკის სენატშიც გავიგეთ ჩვენ რომ ამან ლეგიტიმაციის ზღვარზე გაიარა არჩევნებმა. და რა იყო ამის საფუძველი, ამის თქმისა, რა აძლევდა? პარალელური დათვლის შედეგები, ვისი დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, რომელი დონორი USAID, რა გაირკვა, რომ USAID და ისფედმა ორივე მიცოდნენ, რომ ეს იყო მცდარი შედეგი და ორივე გვატყუებდა ჩვენს და საზოგადოებას. აი, რამდენი ხანია ხო ამბობენ დეზინფორმაცია და ცრუბრალდებები არის ჩვენს მიმართო ზოგიერთი ჩვენი ამერიკელი კოლეგა. რამდენი ხანია ხმამაღლა ვამბობ, გამოიძიონ USAID-ის მხრიდან, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან 2020 წელს პარალელურ დათვლის შედეგებში ჩართულობის საკითხი. რა იცოდნენ ვის უმალავდნენ თუ არ უმალავდნენ, რა იცოდა მაშინდელმა ელჩმა ამასთან დაკავშირებით და ყველა შევახსენებო USAID განთავსებული არის საელჩოს ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა აქ რთულია რომ ვინმე ამტკიცოს რომ ის რაც იცის USAID-მა არ იცის საელჩომ და ამ დროს ელჩი იყო მომრიგებელი და შუამავალი და თქვენ წარმოედგინეთ სცენას, სადაც ელჩი არის შუამავალი ოპოზიცია და ხელისუფლებას შორის, იცის და თუ დაუშვებთ ამას რომ მან იცოდა ყოფილმა ელჩმა, იცის რომ პარალელურ დათვლის შედეგები არის ყალბი, რაზეც ეს მთელი პროტესტი არის
და ჩუმად არის, არაფერს არ იღებს. ეს ხო მთლიან პროცესს კითხვის ნიშნის შესაყენებს და მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება და რატომ მიგვიყვანეს საერთოდ. ამასაც ხო კითხვის ნიშნის ქვე გაყენებს. ასე გაქვთ ეჭვი რომ ელჩი იყო ყველაფრის საქმის კურსში და მე ვიცი მიუხედავად იმისა რომ მე ამას დახურულ კარს მიღმა ეს არაერთხელ მიხსენებია სხვადასხვა დონეზე ამერიკელ კოლეგებთან საჯაროთაც არაერთხელ მithქვას მოვითხოვე რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და დაადგინონ სიმართლე სამწუხაროდ რეაგირება არ არის მაგრამ მე ის მენიშნა რომ არც არავის უთქვამს ეს ტყუილი არის და ნუ როდესაც ამასაც არ ამბობენ დიდი ალბათობით რაღაც სიმართლე არის რაც შეეხება იცოდა თუ არა ეს ელჩმა ესეც უნდა დაადგინოს იმ მოკვლევამ რომელიც ვალა დადევს ეს ვალა დადევს ამერიკის სახელმწიფოს ქართველი ხალხის მიმართ იმიტომ 2020 წელს ეს ქვეყანა კინაღამ ამოტრიალდა ამოყირავდა იმიტომ რომ რომელიღაცა NGO ყალბი შედეგები გაავრცელა სხვა NGO-მა გვერდი აუბეს და მხარი აუბეს ამ NGO-ს და ამაზე დაფუძნებით გახსოვთ CESCO-ში ვარდებოდნენ პარლამენტში ვარდებოდნენ ლამის და მთელი ეს პროცესი რაც იყო ამიტომ ამერიკის სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს რომ ამ საკითხში შეიტანოს სიცხადე გამოიძიოს ეს საკითხი და გაგვცეს პასუხი რა იცოდა ვინ იცოდა თუ იცოდა რატომ მალავდა რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა შალვა პაპუაშვილი.